წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ალექსანდრე გალდავას განცხადებით, უნდა გაძლიერდეს პროპაგანდა იმისა, რომ ნარკოტიკი საშინელებაა. სასულიერო პირმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემების მოგვარების გზებზე დღეს მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მდგომარეობა არის საშინელი. ვიცი თუ ვინმე შეხება აქვს რამე ამასთან, მაგრამ ყველას გაქვთ ალბათ შეხება, ვინაიდან ამ საზოგადოების წევრები ხართ, ყავთ შვილები, მეუღლე, მეგობრები და ხედავთ როგორ არის მოდებული ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკები, რასაც თქვა ჰაშიში ქვია და დანარჩენი საკლუბო ნარკოტიკებიც მათ შორის, ხო? სახელმწიფოს ინიციატივის თაობაზე ვიტყვი იმას, რომ მე პირადად ვფიქრობ, რომ გამკაცრება თუ შერბილება უნდა მოხდეს ძალიან კარგი გააზრებული პოლიტიკის შემდეგ, უпроსტად გააზრებული ნაბიჯების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ უფრო ფართოწრე უნდა იყოს ჩართული სპეციალისტების, რომლებიც შეისწავლიან სხვათა გამოცდილებას, ევროპულ გამოცდილებას და რომლებიც ჩვენ სტატისტიკასაც გადახედავენ, თუ არსებობს ესეთი სტატისტიკა, მაგალითად, იცით, რომ ძალიან მკაცრად იყო სააკაშვილის პერიოდში ეს მდგომარეობა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკა და რაღაცა დონემდე იმუშავა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მაშინ შიშით დაანება თავი, ამ ჰაშიშსაც კი. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ, მე მაგალითად ჩემ თავზე გეტყვით, რომ ჩემი თითქმის ყველა მეგობარი ბავშვობის ამ სნეულით იყო დაავადებული, მე 80-იანი წლების უკვე ესეთი თაობა, 80-იანი წლებში რომ თინეიჯერი იყო. ხო? და მაშინ იწყებოდა ეს ნარკოტიკის რომანტიზირება, სხვათაშორის გოგოებიც ამ ხრივ ხელს უწყობდნენ, იმიტომ რომ მათში ის რომანტიზირებული იყო და მოწონდათ ნარკოდამოკიდებულის სახე მამაკაცი, რაც დღეს ესე არ არის და ძალიან კარგია და ამ ყეჩობას მიყვებოდა ხალხი, მე იყო სამოქალაქო ომი, იცით, ერთი ომი, მეორე უბედურება და ნარკოტიკმა წალეკა და მათი უმრავლესობა ახლა რასაკვირველია განისვენებს ხმეთქმა ყველა აცხონეს. აი ამ პერიოდში მართლაც იმუშავა, თქვათ, გამკაცრება და ჩემი დაკვირვებით იყო ერთმნიშვნელოვნად შეჩერებული, უამრავი ჩემი მეგობარი კი არა, თითქმის ყველამ დაანება, იმიტომ რომ არ უნდა არავის ციხეში წასვლა, მაგრამ სამაგიეროდ მეორე მხარე აქვს, როგორც მედლის ორი მხარე რა, ესე იგი. ახლა ეს გამკაცრდა და ხელმიუწვდომელი გახდა ნარკოტიკი ახალგაზრდებმა დაიწყეს და ასაკოვნებმაც დაიწყეს ეგრეთ წოდებული რაღაც ალქიმიური საკუთარი იმპროვიზირება. და ამან გამოიწვია საშინელი შედეგი. აი მე მაგალითად პირადად მე ჩემს სამრევლოში მოსული ადამიანების დაკვირვებით ვიცი ის რომ სრული მდგომარეობა იყო რაღაცა კატასტროფული ამ ხრივ და გული მოგიკვდებოდა ერთი ესეთიც რომ გენახა ეს დაგჭებოდა შტაბის ცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე და არავის უსურვებ ამას, განსაკვირველია არც მტერს და არც მოყვარეს. და არ ვიცი ახლა აი მეორე მხარე ამას აქვს. ჩვენ მაშინ უნდა ვიყოთ ამის საშიშროების ქვეშაც. დეკანოზ ალექსანდრე გალდავას მოსაზრებით, დაგეგმილი ცვლილებების ნაწილში უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა, რაც მათ შორის გულისხმობს სარეაბილიტაციო ცენტრების ხელმისაწვდომობას. ჩემი აზრია, რომ უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა, გამკაცრება თავისთავად, თქვათ, არ ვიცი, მე მგონი, შედეგი ექნება, მაგრამ რაღაცა დონის. მაგალითად, კომპლექსურში გულისხმობ, რომ პირველ რიგში უნდა იყოს სარეაბილიტაციო ცენტრები და ეს სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ადამიანისთვის,
ან სახელმწიფოც უნდა იყოს თანათ აფინანსებით, ან რაღაც მსგავსი რამ, ესეც არ ვიცი, ესეც უნდა განსაზღვროს იმათვისაც ეს კარგად იცის და კარგად გამოსდის. ასევე უნდა იყოს ნარკოლოგიურები. მე მაგალითად ადამიანებს რო უშვებ, მიმყავს, ჩემი ხელით მიმყავს არაერთი ადამიანი და სულ არის გადაჭედილი და გადავსებული. ვიცნობ ამ ცენტრების ხელმძღვანელებსაც და სულ სავსეა. წარმოიდგინე, ადგილი არაა იმისთვის, რომ დეტოქსიკაცია მოხდეს ადამიანი და არ მოკვდეს. აქ თანხაზე აღარაა ლაპარაკი რა. 4 ღირს რაღაც 300 ლარი იქაც დაწოლა. და ეს რთული რამეა, დიდი პროცესია. შემდეგ ვთქვათ, ამას რო თავი დავანებოთ მეორე მხარე, ეს არის პროპაგანდა ჯამთელი ცხოვრების წესის. ერთდროულად ვთქვათ, დევალვირება რაღაც სრუფასეულობის, ამის რომანტიზირების მოშორება. სხვათა შორის ვხედავთ ჩვენ, რომ ამ ხრივ ცუდი მდგომარეობაა, ვინაიდან პირიქით პროპაგანდისტები არსებობენ ეგრეთ წოდებული სუბურქი ნარკოტიკების. მე ჩემთვის მაგალითად ეს სუბურქი ნარკოტიკი არ არსებობს. სასულიერო პირის თქმით, ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელთა ასაკმა დაიწია და მას ბავშვების სკოლებში ეწევიან. შემთხვევას კი მასწავლებლები ვერ აკონტროლებენ. ასაკი დაიწია ხო ამ მსუბუქი ნარკოტიკის. სკოლებში ეწევიან ბავშვები და ვერ აკონტროლებენ ამას პედაგოგები. განსაკუთრებით საჯარო სკოლებში და კერძო სკოლებში უფრო მკაცრად არის და უყურებენ. საჯარო სკოლებში ნაკლებად არის ხოლმე ეს. ცნობიერების დონე უნდა აიწიოს, სკოლებში უნდა მოხდეს ამის პროპაგანდა, უნდა მოხდეს ამის შესახებ სრული ინფორმაციაზე, უნდა გააცნონ ბავშვებს, უნდა მოახდინონ მისი, რა ვიცი, ამის სრული განადგურება აი ამ რომანტიკული წარმოდგენების ახალგაზრდების ხო მხრიდან და უნდა ამაღლდეს ამ ხრივ ადამიანის ცნობა, რა საშუალებასთან აქვს საქმე და რა შედეგებს იწვევს, საშინელ შედეგებს იწვევს მომავალში. მე ვფიქრობ, რომ აქ ეკლესიის როლი ძალიან დიდია, ვინაიდან მეცნიერება რწმენა ეს უნდა მოხდეს მათი რაღაცა თანხვედრა და საერთო პრობლემის წინაშე გალაშქრება. ამ ხრივ სახელმწიფოს თქვა დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია თუ აი ეს მასშტაბურობა ექნება ამ საქმეს და ეს თუ არის ახლა რაღაცა არ ვიცი ნარკოდილერების საწინააღმდეგო გასაგებია ისინი დასაჭერია, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვხედავთ, აი მაგალითად მე ვნახე ბევრი ადამიანი ყიდდა, მათ შორის ცნობილი მუსიკოსებიც და პროდიუსერებიც, ხო, გამყიდველები იყვნენ, იჯდნენ და რატო გამოუშვეს, თქვათ, ადამიანი, რომელიც ყიდდა ნარკოტიკს. ერთ წელიწადში, წელიწად ნახევარში, 2 წელიწადში, თან ფაგზია დაჭერილი, კამერით არის გადაღებული და ყველაფერი უტყუარი საბუთია, ხო? ანუ ხედავთ აქაც მიკერძოებულობას, რომ ის რაღაც ცნობილი ადამიანია და მისი გამოშვება შეიძლება ვიღაცაზე გადაწყდება ჯოხით. სკოლაშიც ასამაღლებელია ბავშვების ხედვა ფასეულობების. აი სისტემა რა არის კარგი, რა არის ცუდი, ბავშვებში უნდა მოხდეს ამის პოპულარიზაცია. ჩვენ მაგალითად საპატრიარქოში გვაქვს ესეთი მთელი სერია, როცა ჩვენ შევდივართ სკოლებში და გვაქვს წარმოდგენები, ну, თეატრალური წარმოდგენა, სადაც აი მაღალი ღირებულებები გამოიწვია, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი თუ სხვა ლიტერატურული ავტორები, წერლების კლასიკური ნიმუშების თეატრალიზირება ხდება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურების ცხოვრების დეტალები ხდება გაცოცხლებული და ამ ბავშვების ინტერესი არის ძალიან დიდი. იცით რა არის? აგრძალვა არაპედაგოგიურია მაშინ, როცა არაძლევ რა არის კარგი. გესმით? და საერთოდ აგრძალვა თვითონ მოდის, როცა შენ კარგს აჩვენებ რა არის.
და შეაყვარებ კარგს. ჩვენ ამ ხრივ აი ეს კეთილი, სიკეთე რა არის ადამიანისთვის, ხო? ის უნდა დავანახოთ ახალგაზრდებს.